დილამშვიდობის მოგესალმებით კიდევ ერთხელ დღეს არის ოთხშაბათი, რაც იმას ნიშნავს, რომ კომერსანტის დილის ეთერში არის ჩვენი ერთობლივი რუბრიკის კომერსანტთა სადაც სიტიკომის ერთობლივი რუბრიკის დრო და ჩვენ უნდა ვისაუბროთ დღევანდელ გადაცემაში პროვაიდერ კომპანიებთან დაკავშირებით. კომპანია სიტიკომმა კვლევაც ჩაატარა და სწორედ ამ კვლევას უფრო დეტალურად განვიხილავთ და მიმოვიხილავთ, როგორც ვიცით, ძალიან მნიშვნელოვანია თავად სამეზობლოების წევრებისთვის იმ კომპანიების მხრიდან მიწოდებული სერვისები, ვინც არიან აღრიცხული სიტიკომში პროვაიდერებად. ჩვენ სტუმრებს წარმოგიდგენთ ნათია ორახელაშვილი, კომპანია სიტიკომის აკაუნტ მენეჯერი და ასევე ანი მირცხულავა, პროვაიდერი კომპანია Fresh Spaces მარკეტინგის მენეჯერი. მოგესალმებით და მადლობა მობრძანებისთვის პირველ რიგში. მოდი დავიწყოთ სწორედ ამ კვლევით, ხომ ნათია თქვენ გითხავთ თავდაპირველად ზოგადად გითხარით საერთოდ რატომ გადაწყდა და რას მოიცავდა ეს კვლევა, რომელიც სიტიკომმა ჩაატარა პროვაიდერებთან დაკავშირებით. კი ბატონო, როგორც ზოგადად სამეზობლოები ზრუნავენ მათ საერთო სივრცეზე, ჩვენის მხრივ ზრუნავთ იმ სამეზობლოებზე, რომელსაც აერთიანებს სიტიკომი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო რა აწუხებდათ ჩვენ სიტიკომის სამეზობლოებს ზუსტად სერვისების ნაწილში, რომ შემდეგ ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება ყოფილიყო. პროვაიდერების ნაწილში ჩვენ სიტი პორტალზე ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, რომ განთავსებულები არის ზუსტად ის სერვის მომწოდებელი, როგორც ფიზიკური პირები, ასევე კომპანიები ნებისმიერი სერვისის ნაწილში, ლიფტის მომსახურებაში, დასუფთავებაში, კორპუსის მოწვეულ მენეჯერის ნაწილში და აქედან გამომდინარე მათი ხარისხის შენარჩუნება და მათი ასე ვთქვათ საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი სამეზობლოებისთვის და აქედან გამომდინარე გადავწყვეტ რომ ეს კვლევა ჩაგვეტარებინა. კი ბატონო, ანუ ეს იყო გამოკითხვა სამეზობლოების თუ ანუ როგორ მოხდა, ანუ საბოლოო ჯამში ჩატარება და შედეგებზეც გადავიდეთ, ვთქვათ რა გაჩვენათ ამ კვლევამ. კი ბატონო. კი სამეზობლოებში ჩატარდა ეს კვლევა და მონაწილეთა 79%-მა დადებითად შეაფასა მისი სერვის პროვაიდერები, მომსახურე პირები და კიდევ ერთხელ განმეორდები და აღნიშნავ, რომ ყოველ დროს, ნებისმიერ დროს შეუძლიათ სერვისის მომწოდებლის შეცვლა, თუ პირობითად ისინი არ არიან კმაყოფილი მათი ხარისხით და მომსახურებით. კი ბატონო, ანუ ესე იგი ძირითადად ჩანს, რომ ნახევარზე მეტი სამეზობლოების წევრების კმაყოფილია, რახან 79%. ძირითადი საკითხები, რომ გითხრათ, რა გამოიკვეთა, მთავარი აქცენტები რაზე იყო, ან ასევე რა რეკომენდაციები, რაიმე ესეთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციებიც თუ მიიღეთ კვლევის ფარგლებში სამეზობლოს წევრების მხრიდან. კი, ჩვენ ზოგადად ყოველთვის ვითვალისწინებთ ჩვენი სამეზობლოების აზრს ნებისმიერ საკითხის ნაწილში. ყველაზე მნიშვნელოვანი და ასეთი ყველა უფრო უმრავლესობის მხრიდან დაფიქსირებული საკითხი იყო დასუფთავების ნაწილში, იმიტომ რომ ხო ძალიან სენსიტიური საკითხი არის ეს ყველასთვის და აქედან გამომდინარე, ხო ჩვენის მხრივ რაში შეგვიძლია რომ დავეხმაროთ პირობითად ახალი სერვისის მომწოდებლის მიწოდებაში და ასე შემდეგ, ნებისმიერ დროს შეგვიძლია რომ ამ ნაწილში ჩავერთოთ. ჩვენთან განთავსებული არიან ზუსტად ის სერვის მომწოდებლები, ვინც არიან რეკომენდაციის სახით გაწეული სხვადასხვა სამეზობლოების მიერ. აქედან გამომდინარე, მათი აზრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კი ბატონო, მოდით ან თქვენთან გადმოვალ კითხვით, როგორც ერთ-ერთი პროვაიდერი კომპანიის წარმომადგენელთან, თქვენი გამოცდილება რომ გაგვიზიაროთ ამ სიტიკომელის სამეზობლოების და მეზობლების მხრიდან, ყველაზე ხშირად რა ტიპის სერვისებით სარგებლობენ აი თქვენი კომპანიის შემთხვევაში, რა სიტყვით? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ჩვენ სიტიკომს როგორც პროვაიდერი კომპანია 2023 წლიდან შევერთით, ისე ბაზარზე 2021 წლიდან ვართ. ყველაზე ხშირად მოთხოვნადი სერვისი, რაც შეიძლება რომ მიიღოს, თქვა სამეზობლომ და მრავალბინიანმა საცხოვრებელმა კორპუსმა, არის რეგულარული მომსახურების სერვისი. რეგულარული დასუფთავება საერთო სარგებლობის სივრცეების. ასევე შეგვიძლია გამოვყოთ რემონტის შემდგომი პირველადი დასუფთავება, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ აქტიური ნაწილი არის რეგულარულ დასუფთავებაზე მოდის და ეს განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სადარბაზოს მოცულობა, მაცხოვრებელთა რაოდენობა, სიხშირე და ასე შემდეგ და ამის მიხედვით შეგვიძლია შევთავაზოთ რომ ვთქვათ კვირაში ერთხელ, ორჯერ, სამჯერ ან მათი სურვილით ყოველ შემთხვევაში ეს არის ძირითადი სერვისები.
კი ბატონო, მათზე მორგებული პირობებით ხდება საბოლოო შეთანხმება. მოდით გითხარით ყველაზე აქტიურად ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია თქვა თავად სამეზობლოები რამდენად არიან აქტიურები და გამოიკვეთა რომ დაწყება ჭირს, თორემ შემდეგ ძალიან აქტიური ხდება ყველა. თქვენი პრაქტიკიდან რომელი თქვა სამეზობლოები ჯერ რა რაოდენობა გყავთ ვისაც ემსახურებით და რომელი უბნები ყველაზე მეტად გამოარჩევდით აქტიურობით? კი ბატონო, თბილისის მასშტაბით დაახლოებით 10 სამეზობლოს მსახურებით ყველაზე აქტიური შეგვიძლია მიზეზებიდან გამომდინარე დავასახელოთ დიდი დიღომი გამომდინარე იქიდან რომ განაშენება თქვათ გაიზარდა არის იმ სივრცეები რომ მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები იყოს და ხალხი ითხოვს კომფორტულ მომსახურებას რაც შედის ჩვენს სერვისში რომ შევთავაზოთ მაქსიმალურად ხარისხიანი სერვისი დასუფთავების ნაწილში და ასევე გამოვყოფდი რომ ასევე სადარბაზოების მაცხოვრებლები ითხოვენ საპარკინგო სივრცეების და ეზოს დასუფთავების მომსახურებას. ამიტომ დიდი დიღომი ყველაზე აქტიური უბანია ამ მიმართულებით და სამეზობლოები. კი ბატონო, ესეც ახალი მიმართულება ეზოების მოწესრიგება და საპარკინგე ყოველ შემთხვევაში აქამდე ეს ტენდენცია ნაკლებად ჩანდა. და ასევე მე აი კვლევა ვახსენე და უკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია ხო რომ თქვენ ციცოდეთ და ზოგადად ხვდებოდეთ რა სურთ და რა თქვათ რა მითითებები შეიძლება გქონდეთ. აი თქვენ როგორ იღებთ სამეზობლოებისგან უკავშირს ან რამდენად არის თქვენთვის ეს პროცესი მნიშვნელოვანი? კი ბატონო, პროცესი აუცილებელია ვფიქრობ ნებისმიერი კომპანიისთვის თავისი თქვათ კლიენტების მხრიდან უკავშირი. ჩვენ შემთხვევაში როგორც თქვათ სამეზობლოების ყავთ კონკრეტული მენეჯერები, ასევე ჩვენს ყავს ჩვენი მენეჯერები თქვათ სამეზობლოების მიხედვით და უშუალო კომუნიკაცია ხდება ერთმანეთში. ეს იქნება თქვათ თქვათ შეუძლიათ Facebook-ზე მოგწერონ, ასევე აქვთ ინდივიდუალური მენეჯერების ნომრები და ხდება ასე აზრის გაცვლა. ამასთანავე რაც შეეხება უკავშირს, ჩვენ თქვათ ჩართული ვართ იმ მიმართულებით, რომ ადგილზე ვახორციელებთ როგორც რეგულარულ, ისე არარეგულარულ ვიზიტს, რომ შევამოწმოთ თქვათ დასუფთავების ხარისხი. ფაქტობრივად ვამოწმებთ ჩვენს დიესახლისებს და შესაბამისად ყოფილა არაერთი შემთხვევა, რომ ადგილზეც მაცხოვრებელს დაუფიქსირებია თქვათ კონკრეტული რაღაცა უკავშირის შენიშვნა იქნებოდა ასევე კმაყოფილების ნაწილი და მადლობა უთქვათ ჩვენი მომსახურებისთვის. შესაბამისად აზრის გაცვლა და ამ მიმართულებით სერვისის დახვეწა ჩვენთვის მთავარი ფაქტორია. კი ბატონო, დიდი მადლობა. ნათია შეჯამების სახით რომ ვთქვათ, ჩვენ ვახსენეთ აი ეს კვლევა და შედეგები, იმ ნაწილზე ვთქვათ, აი ის შენიშვნები, რაც დაგროვდა უკვე თქვენთან, აქ როგორ იქცევით? შემდეგ პროვაიდერებთან არის რაიმე ტიპის კონსულტაციები, აი უფრო მეტად ვთქვათ, ხარისხის გაუმჯობესებისთვის, ახლა რა გაკეთდება ამ კვლევის შედეგების შემდეგ? კი ბატონო, ჩვენ შემდეგ ამ შედეგებს უზიარებთ ზუსტად ამ პროვაიდერებს, ვინც ემსახურებიან კონკრეტულ კორპუსებს და ნუ ბუნებრივია ჩვენ ჩართულობა ამ ნაწილში სრულდება, იმიტომ რომ უკვე კორპუსის გადასაწყვეტი არის და მაცხოვრებლების იმ სერვის პროვაიდერთან განაგრძობენ თანამშრომლობას თუ არა. შესაბამისად, როგორც კორპუსს ურჩევთ, რომ შეუძლიათ ნებისმიერ დროს ამ პროვაიდერის ცვლილება, ნებისმიერ სერვის ნაწილში, ასევე პროვაიდერთან გვაქვს კომუნიკაცია, რომ პირობითად ამა და ამ მომსახურებით არ არიან კმაყოფილი და იქნებ გამოსწორდეს თქვენი მხრიდან. კი ბატონო, დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებ. ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ეს უკავშირის შედეგები თავად სამეზობლოებისთვის რა არის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული. დღეს ვისაუბრეთ ჩვენ პროვაიდერების კვლევასთან დაკავშირებით, რომელიც კომპანია Citycom-მა ჩაატარა და ჩვენი სტუმრები გახდნენ ნათია ორახელაშვილი, Citycom-ის account manager-ი, ასევე ანი მირცხულავა, პროვაიდერი კომპანია Fresh Space-ის მარკეტინგის მენეჯერი. მადლობა მობრძანებისთვის და ჩვენ რუბრიკის ფარგლებში ერთი კვირით მომავალ 4 შაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის.